თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგის ხდომა გაიმართა. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და დღევანდელ პროცესზეც გამოიკითხდნენ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. მათ დღევანდელ დღეს მხოლოდ და მხოლოდ 2 მოწმე ჰყავდათ. ეს გახლავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მზია ცერაძე და აგრეთვე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი იოსებ მამადაშვილი. გეტყვით, რომ დღევანდელ სხდომას სხვა სხდომების მსგავსად, სხვა რამდენიმე სხდომის მსგავსად არ ესწრებოდა ბრალდებული რევას კიკნაძე, რადგან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იგი გააძევა მოსამართლის დაუმორჩილებლობის გამო და ის უკან აღარ დაუბრუნებია. ასევე დღევანდელ დღეს პირველად ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკრაინის მოქალაქემ სერგეი კუხარჩუკმა და მან განაცხადა, რომ პირველად ხედავს, რომ პატიოსანი და სამართლიანი ხალხი ზის ახლა განსასჯელის სკამებზე და მან განაცხადა, რომ სასამართლო არის უსამართლო. ასევე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელ დღეს დაიკითხა მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის 2 მოწმე. პირველმა მოწმემ, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გახლდათ, მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენი პოლიციის მანქანა დაზიანდა, ისაუბრა ზარალზე, თუმცა თქვა, რომ კონკრეტულად თუ ვინ გააკეთა ეს არ იცის. აგრეთვე რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს, მანაც ისაუბრა ზარალზე და დაზიანებულ ურნებზე. და მან განაცხადა, რომ ეს დაზიანებული ურნები თავდაპირველად ტელევიზიით ნახა, შემდეგ კი რუსთაველზე მივიდა და სწორედ იქ შეამოწმა და დაადასტურა, ასე ვთქვათ, რომ ნამდვილად იყო ეს ურნები დაზიანებული, რაზეც ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მოწმემ არ უნდა ისაუბროს ტელევიზიით ნანახის შესახებ, არამედ მან თავისი თვალით უნდა ნახოს და შემდეგ უნდა თქვას ეს ყველაფერი სასამართლო დარბაზში. დღევანდელ სხდომაზე ასევე ადვოკატები ითხოვდნენ, რომ პროკურატურას კიდევ მეტი მოწმე მოეყვანა, რადგან დაახლოებით 6 საათამდე არის სამუშაო პროცესი, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დღეს ვერ მოიყვანდნენ სხვა მოწმეებს, რადგან ისინი სხვადასხვა პროცესებში, სხვადასხვა საგამოძიებოდ სხვა პროცესებში იყვნენ ჩართულები და მოსამართლეს კი ეთანხმებოდა სხვათა შორის დაცვის მხარეს, რომ პროკურატურას კიდევ მოეყვანა 2 მოწმის გარდა სხვა მოწმეები, თუმცა როგორც გითხარით, ეს არ დაკმაყოფილდა დღევანდელ დღეს და სწორედ ამიტომ დაახლოებით 2 საათში მორჩა ეს სასამართლო პროცესი და პროცესის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ დაცვის მხარის წარმომადგენლები, რომლებმაც მედიასთან კომენტარი გააკეთეს. დაზიანებებზე ანალოგიურად მოწმეები მოდიან, კონკრეტულად ვერ ასახელებენ ვინ დააზიანა, ვინ იყო, უთითებენ ზოგადად, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ. დღევანდელ შემთხვევაში დაზარალებულად არიან ცნობილები, კერძოდ ერთი იყო დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში დაზიანდა მათი ავტომობილები, თუმცა რა ვითარებაში დაზიანდა, ვინ დააზიანა არ იციან. და ანალოგიურად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმაც იგივე განაცხადა, რომ რა ვითარებაში დაზიანდა არ იცი და ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეების მიერ იქნა დაზიანებული ეს საგნები. არც ერთი მათგანი არ ადებს ხელს ანდრო ჭეჭინაძეს ან რომელიმე სინდისის პატიმას, ისინი ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი არ უნახავთ და უბრალოდ ასახელებენ კონკრეტულ რიცხვებს, რომელიც აისახა ბუღალტრულად. თუმცა ასევე მანდაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ბუღალტრულად უშუალოდ ამ ადამიანებს არ აუსახავთ, უბრალოდ სამსახურმა ასახა და ესენი როგორც წარმომადგენლები ისე არიან წარმომადგენლები სასამართლოს სხდომებში. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბრალდების ხარის მოწმეთა დიდი ბაზიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ 2 მოწმე პროცესზე. ბუნებრივია, ჩვენ დაცვის მხარე არავის ბრალს არ ვდებთ ამაში, ჩვენ არ გვაქვს ეს ფუნქცია, თუმცა გამოვთქვით ჩვენი ეჭვები და შესაბამისად გაკეთდა ჩემს მიერ განცხადება, რომ გამოგვეცხადებინა შესვენება და პროკურორს მოწმეების დაკითხვამდე დაეწყო კომუნიკაცია სხვა მოწმეებთან და მაქსიმალურად მობილიზებულიყო, რომ წარმოედგინა სხვა მოწმეები, რომლებიც რეალურად დღეს არ ყავდა მოყვანილი. ბრალდების მხარე დღეს იყო წარმოდგენილი 2 მოწმით და აღნიშნული 2 მოწმის დაკითხვა ფაქტობრივად დავასრულეთ არასრულ 2 საათში და დღეს საღამომდე 6 საათამდე მონიშნული დრო, დღის გრაფიკი ფაქტობრივად, დღის გეგმა, სამუშაო დრო, ჩავთვალოთ, რომ მეტწილად არის მოცდენილი როგორც ჩვენთვის, ასევე ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. იმ პირობებში, როცა ბრალდების მხარე ჭყალებში ვიტყოდი ბრალდებს დაცვის მხარეს, რომ აჭიანურებს პროცესებს, ცდილობს თითქოს დაცვის მხარე პროცესს
პროცესების გაჭიანურებას. დღეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ჩვენი მიზანი არ არის გაჭიანურება, ჩვენი მიზანი იყო თუნდაც 1 საათიან მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით, დავლოდებოდით ბრალდების ხარის მოწმეებს და სურვილი იყო, რომ დაგვეკითხა სხვა ბრალდების ხარის მოწმეები, რომლებიც არ ყავდათ მოყვანილი და სურვილი ჰქონდა, რომ მოეყვანათ მათ ეს მოწმეები, თუმცა ბრალდების ხარემ ძალიან მოკლედ მიპასუხა, რომ ყველა მოწმესთან თითქოს განახორციელეს კომუნიკაცია და ვერც ერთმა მოწმემ ათეულობით მოწმიდან ვერ შეძლო დროის არარსებობის გამო, საგამოძიებო მოქმედებებზე ყოფნის გამო დღეს გამოცხადება, რაც ჩვენთვის არის უსაფუძვლო და მხოლოდ პროკურორის სიტყვიერი განმარტება. მედიამ დღესაც ვერ გადაიღო სხდომათა დარბაზში მიმდინარე მოვლენები, რადგან საერთო სასამართლოების შესახებ შესულ კანონში ცვლილებების თანახმად 30 ივნისიდან მასზე ნებართვის გამცემი პირი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა ის ამ დრომდე პასუხს არ იძლევა და სწორედ ამიტომ მედია ვერ შედის სხდომებზე და იქიდან ვერ აშუქებს ამ მოვლენებს, გეტყვით იმას, რომ 11 პირს, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.